და მამისა და დადისა და დასვისა და როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა არის ცვალებადი, ასევე არის სულიერი მდგომარეობა ადამიანისა და მაგალითად პეტრე მოციქული მოუვა, ესე იგი ქვია მოციქულთა თავი და შიშის გამო სამჯერ ვარყო ღმერთი. ასევე ხშირად მოყავს დავით წინასწარმეტყველი ებრაელი მეფის მაგალითი, რომ სულ 16 ისე იყო და დაამარცხა გოლიათი და ის ფიზიკურად და თელ ებრაელებში ღმერთმა გამოირჩია მეფედ წემსიკაცი, ესე იგი სხვებიდან გამორჩეული იყო თავისი გუნებით, კეთილშობილებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ დავით მეფეს ძლევს გუშობის წოდვა და მკვლელობის წოდვა. და ეს როგორ ხდება? ერთი აღწერდა წარმატებას დავით მეფე, აღწერდა ღვთის მადლით და როდის მაცდებით ღვთის მადლის გარეშე, ღვთის ძალის გარეშე, ასე ხშირად მოყავს დავით მეფის მაგალითი. ესე იგი აჯერმეტი დელი დაამარცხა. რატო? იმიტომ რომ ლოცველი მეფე იყო და აღზრდილი ყავდა მიტროპოლიტი ეპისკოპოსი გიორგი ჭონდიდელი. ასევე ხშირად მოყავს თავად მეფის მაგალითი ქვია ოქროს ხანა. აი ზოს როგორია რომ ქრისტიანობა მოწოდილია ამ ქვეყნის ცხოვრებას პირიქით. შენ თუ ქრისტიანი იქნები არა მარტო ენით და სამბიზანტები და ძებაზე შეავიდე და იქნები გულით, მაშინ თუ ტყუილში არ იქნები, ყველა აქ მოვა და თუ სიყვარულით მოიქცევი, როცა ქრისტიანობა ითხოვს შენგან სიყვარული და გიწერია როცა ქრისტეს და ამას თუ განახორციელებდი, ეს თუ გეყვარება ყველა როგორც თურქეთში დადიან უფრო მეტად ვიდრე საქართველოში, იმიტომ რომ აქ ხედავენ ტაქსის ზოლიატურებს. როყიდიანიკა აჯერმეტი ფასები აქვს. ინსტუმარია იმაზე ზოგი მას კუთხეებში ახლა ვიტყვი. სარგებლობენ ამით სხვების გაჭირვებით ის კაცი ტობილია და შენ კიდე ატყუება ხარ, ვაჭარი ხარ თუ ტაქსის ზოლი ხარ. და ამ დროს უკითხო ქრისტიანია და თუ ქრისტიანი ვიქნებით გულით სულით, მაშინ მარტო ტურიზმით რამდენი შემოსავალი შემოვა. ჩვენ ქვეყანაში მდრო ყველაფერი გვაქვს, სვა, წყალი, აერი. ყველად გააქვია საქართველოს მიწიერი სამოთხე, ბაგურიანი, ყველაფერი არის პატარა, რა გვაქვს სიყვარული და ეს სიყვარული ხონდა ჩვენ წინაპრებში. შეადგინო სიონის გვერდში არის მეჩეთი და სინაგოგა და ებრაელები ამისავენ, ამით წავიდა რომ დიდი სიყვარული დარიან 1600 წლის მოვიდნენ წლის წინა 1600 წლის წინ საქართველოში და ის ისრაელშია წასული, აქედან წასული ებრაელები სულ სიყვარულით იხსენებენ საქართველოს და უყვართ ქართველები. რატო? იმიტომ რომ როდის გიყვარს, როცა ხედავს სიყვარულს. ასევე თავის დღედამოსრება მუსულმანები სიგურად გვაწამებდნენ ფიზდესმენის გამო, მაგრამ 100 ნაბიჯი თუ 200 თუ 300 მეტრში არის მუსულმანური მეჩეთი. ამით ჩვენი წინაპრები ინარჩუნებდნენ სიყვარულს მტრებისადმი, ის ფიზიკურად უწოდებოდა. ვინ ჩაგრავდა 300 წელი არაბები, მონღოლები, თურქები ხშირად, მაგრამ ჩვენი წინაპრები, აი რატომ ქართველებმა აირჩიეს აბოთფილელი თბილისის ფარულად, ამ დროს 300 წელი არაბების მონობის ქვეშ იყვნენ, იმიტომ რომ ქართველებში იყო მადლი ჩვენ წინაპრებში და ახლა კიდე რას ვედავ? 30 წელია ზიზღი და სიძული ითესება ჩილოეთ მეზობლისადმი. მართლაც და ამ დროს ახალგაზრდებში კი არა, ზოგი ჩემი ასაკისა და ახლა სოხუმეილობა როგორც გონია რომ მე რუსებს ვიცავ, მე შენ გულს ვიცავ სიძულვილისგან, იმიტომ რომ მე ვიცი რომ სამოთხეში ვერ მოხდები სიძულვილით. ერთი ადამიანი რომ ჯუდეს ვერ ცხონდები და მე თუმეტეს ერით უგძულს და მე თუმეტეს როცა იმის ცოდნა გაქვს, ზოგი მოწუნია, ზოგი მოწვარია, რუსებს ვერ ვიტან, სვენას ვერ ვიტან. ამ დროს იმის ცოდნა გაქვს, რომ მოწვარი ხარ და მოწუნე ხარ და მაზიერებელი რომ ტყუილად არაფერი არ ხდება ტერიტორიების დაკარგვა. ავტოკეფალიის გაუქმება ყველაფერი ხდება ცოდვებისა გამო, მართლმადიდებლობის ხალადის გამო მე-19 საუკუნეში. იშვება, გაუქმება, დაშვება, მიწისძვრა, ცუნამი, ტყუილად ბიბლიის მიხედვით თუ მოწმე ხარ ასია. და გამოსავალი რაშია? სინანულში, ეს სინანული მოგცეს ღმერთმა. ჩვენთან არ ღმერთი